ერთი საჯარო განცხადება მითხარი, სადაც შენ იცავ იმ ადამიანის უფლებებს, შენი კოლეგების, რომელიც ცემეს, რომელსაც საშილად მერცემს სასახურიდან გააგდეს. ფოტოებს და არ მინდა. არა, როგავა სასიკვდილოდ გაიმეტეს, მაგას მეუბნები და სასიკვდილოდ სხვა რაღაცა. ხო და ერთხელ მაინც საჯაროდ სადმე შენ თქვი დაზარალებულმა ადამიანმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პირობებში იყო დაზარალებული, ნამდვილად შენი უფლებები იყო შელახული, ჩვენ ყველანი ვცდილობდით და რანაირადაც შეგვეძლო შენს უფლებებს ვისავდით და შენი კოლეგების ხმამაღლა, ისე კი არა რომ ქუჩაში შევხვდი და გამარჯობა ვუთხარი. ხმამაღლა ვაპროტესტებდით. შენ რას აკეთებ 50-მდე თანამშრომ შენი კოლეგა რო სცემეს, მათ მხარდასაჭერად ერთი სიტყვა მაინც თქვი? ხმამაღლა და საჯაროდ. რატო ითხოვთ რომ ვიღაცამ იყვიროს მეთქი? ჩემგან რატო ითხოვთ? ყვირილი თქვი? თქვი ასეთი სიტყვა? აი ხა შეგიძლია თქვა. საჯაროდ გამოსვლაზე ამბობ. შეგიძლია აი ხა ამდენი კამერით დასწრებით თქვა, რომ შენ ადანაშაულებ დღევანდელ ხელისუფლებას იმაში, რომ ისინი სასტიკად მოეპყრნენ ჟურნალისტებს, შენს კოლეგებს და არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი იმისათვის, როგორც მოეპყრნენ. შეგიძლია აი ამ კამერებს უთხრა? კიდევ გავაგრძელოთ და შევაჯამოთ. აღარ მინდა, აი ეს ერთი არა, მეტი საქმელი არა გაქვს. არა, აი ძალიან ბევრი მაქვს, მაგრამ ამ ერთზე გეკითხები. კიდე დამემატეთ ერთად გაგცემთ პასუხს მე. არა, აი ამ ერთზე გეკითხები. შეგიძლია უთხრა? კიდევ დავამატოთ, კიდევ და ესე გავაგრძელოთ. ხა არ შეგიძლია, ხო ვერა. არა, ეგ თქვენ ფიქრობთ მასე თორე მე ბევრი რამე შემიძლია. მერთო ჩემო, პასუხისგებლობა იყო ნაციონალური მოძრაობა შენ რომ დაგაკავეს. ეხლა არის თუ არა პასუხისგებლობა ქართული ოცნების, რომ 50-მდე ჟურნალისტი სასტიკად ცემეს. დღეს მე მუშაობდა როგორც მუშაობ პოლიტიკურ შეფასებაში. მაშინ ჩვენც მუშაობდით, ჟურნალისტები ვიყავით, პოლიტიკურ შეფასებებს ვაკეთებდით და ვამბობდით, რომ შენ იყავი პოლიტპატიმარი. მითხარი რა, ანუ ქართული ოცნების პასუხისგებლობას შენ ვერ ხედავ. აი მაშინ რომ როგავა სასიკვდილოდ გაიმეტეს. გასაგებია. იცნობდეთ ამ ადამიანს, ეხლა ვაჩვენე მე მას ფოტო, როგორ მთელი ჟურნალისტები მაშინ ვის მუშაობდით, ვიდექით ყოველდღიურად ვანო მერაბიშვილს კარს უმტვრევდით იმისათვის და საბოლოო ჯამში ჩვენი სწორედ მუშაობის გამო გამოუშვეს ეს ადამიანები, თორე არავინ არ აპირებდა ამათ გამოშვებას. ყველაფერი გავაკეთეთ ამისათვის ყველამ და მით უმეტეს იმ ჟურნალისტებმა, რომელიც დღეს იგივენაირად პროტესტში არიან. მაგრამ სამწუხაროდ ამ ადამიანს დღეს იმის არავინ თხოვს მას, რომ ჩვენთან ერთად აქციებზე იდგეს. იმის გამბედაობაც არა აქვს, რომ აი აგერ მის კოლეგა გურამ როგავაზე თქვას, რომ ქართულმა ოცნებამ და მისმა პოლიციელებმა გაიმეტა ეს ადამიანი სიკვდილისთვის და გამოძიებული არ არის საქმე. არც ერთი მოძალადე არ არის დასჯილი ჟურნალისტების აი ასეთი ცემისათვის. აი ამ ადამიანს არ აქვს ამისი გაბედულებაც კი. დიდი ბოდიში, კარგად ბრძანდებოდეთ. რამდენი მაშინ მომისმინეთ ეხლა. გისმენდით. ჩემ გამოძიებას რამდენი წელი დაჭირდა? თოკო, რას ნიშნავს ამ წელს? რა მნიშვნელობა? არა, როგორ არა აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელი დაჭირდა? გამოძიება სანამ ის ხელისუფლება იყო, არ გამოიძიებდნენ, იმიტომ რომ საბოლოო გამართლება დაგაკავეს, თავის საქმეს არ გამოიძიებდნენ. ზუსტად ასე არ იძიებენ ეხლა გურამ როგავას საქმეს, იმიტომ რომ მათ არა. შარშან დადგა რამე. არაფერი, რამდენი წელი და ვერ უნდა გამოხატოთ სოლიდარობა თქვენი კოლეგების მიმართ. ამიტომ სხვა ერთი წამი, ნუ ყვირი ხარ, თუ წყარავ საუბრობ. გურამ საქმეზე რადგან მკითხე, ხო, ვიცი, კამერებთან დაკავშირებით, სათვალთვალო კამერების ამოგება ვითხოვე, ყველა უწყებისგან რომ გამერკვია იქნებ ნიღაბი მოიხსნა სპეცრაზმელმა რომ გაიქცა და გაგვერკვია რომელ დანაყოფს შეუერთდა. მიდის, არა, აი ნახე, არა, პასუხს გეტყვი უბრალოდ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სუსმა, თბილისის მერიამ, საქართველოს პარლამენტმა, ყველამ ფორმალურ ძიებას უპასუხა ოფიციალური წერილით, რომ ზუსტად მაშინ, როცა მე თავს დამესხა სპეცრაზმელი, ყველა კამერა თითქოს გაფუჭდა. კადრები არ არის და მხოლოდ რაღაც მიმდებარე კაფიდან ამოიღეს რამდენიმე კადრი, სადაც ჩემზე თავდასხმის რაკურსი საერთოდ არ არის, აი ზუსტად ფეხსაცმელები ჩანს მარტო ჩემი და მე ვიცანი რომ მე ვიყავი. თავდასხმა არ ჩანს. აი ეს არის ძიება. რისი თქმა და იცი რა ირაკლი, მე მართლა არ მინდა ეხლა რაღაცა შედარებებით ვილაპარაკოთ, მაგრამ ძიება დაიხურა. მაგის თქმა თუ არ დაიხურება არასდროს გამოძიება
მიმდინარეობს, ასე იქნება შენ ხომ მეიცი რომ წარსულში სულ ასეა. გამოძიება მიმდინარეობს ამ ფრაზას გვეუბნება გამოძიება წლების განმავლობაში. მე უბრალოდ მართლა არ მინდა შედარება, მაგრამ ნინიას ვეთქვი, შენ რომ დაგიჭირეს, ფოტოგრაფები რომ დაგიჭირეს, პლაკატებით ვიდექით ყველანი ქუჩაში. ნახსოვს გურამ. ხო, კარგია რომ გახსოვს და რატომ არ შეგიძლია დღეს რომ შენს კოლეგებს გამოუცხადო სოლიდარობა ზიამაღლობას მათ შორის. პოლიცია, GDD, ქართული ოცნება არიან დამნაშავეები იმაში, რომ ამდენი ჟურნალისტი დაშავდა. ანუ ამის ხმა რატომ არ შეგიძლია? ოფიციალური განცხადება უნდა გავაგეთო?